მოგესალმებით მეგობრებო, მე ლაშა გელაშვილი ვარ და თქვენ უყურებთ ამერიკული game shows Deal or No Deal-ის ქართულ იუთუბერულ და ჩემებურ ვერსიას გარიგებას. და თუ ეს კონტენტი მოგწონთ, პატარა ჩელენჯი მაქვს პოტენციურ სპონსორთან და თუ ეს ეპიზოდია 10,000 ლაიქზე, სამომავლო თანამშრომლობაზე ხელს მოვაწერთ. ამიტომ ვაჩვენოთ ქართულ YouTube-ისა და community-ის ძალა, მეგობრებო, გლიჯეთ ლაიქს და რა ვიცი, თუ ეხა ისე მივყურებ, რომ ახი ჯერ კიდევ არ გაქვს გამოწერილი, ქვედა მარჯვენა კუთხეში subscribe-ის ღილაკის გამოჩნდება, მიაჭირე, რადგან 130,000 გამომწერზე ახალ კონტენტს გიმზადებთ. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ სტუმრებს, გარიგებას დღეს ითამაშებენ ყვარლესი, უკეთილშობილესი, უჭკვიანესი ბიტრაბანა და ჰიტა 160 IQ. სხვათა შორის პატარა რისერჩი გავაკეთებ, კითხე კიდევაც და აეხა მაგიდასთან დაახლოებით 300 IQ დგას და ეცდება რომ საუკეთესო გარიგებით წავიდნენ დღეს. ხო მართალი ვარ? იმედია მოვიგებთ რა. აუცილებლად. მეგობრებო, როგორ გიკითხოთ? მადლობა რომ მოგვიწვიე, ლაშა. იმედია ისე ჩაივლის ყველაფერი როგორც ჩემმა გამოსვლამ ჩაიარა ნიჭიერში. იმედი მაქვს. მე მაქსიმალურ წარმატებას და მაქსიმალურ თანხის აღებას გისურვებთ. ჰიტა, აქ შეძლებს თუ არა შენი IQ-ო რომ რაღაცაში დაგეხმაროს, შენი აზრით? იცი რა, IQ ისეთი რაღაცებში ძალიან გადგება და რაღაცებში პირიქით. გაშინა იდუმალი ბანკირი, როგორი ფსიქოტიპის აღმოჩნდება და საერთოდ მოუწონვარ თუ არა, ალბათ მაქედან დაიწყება მთელი ჩელენჯი. თუ მის ფსიქოტიპს დავეყრდნობით, სავარაუდოდ დღევანდელი თქვენი თამაში კრახით დასრულდება. მე ესე მგონი, იმიტომ რომ ცოტა რთულად ამოსაცნობი პიროვნება. სანამ ჩვენი მეგობრები თანხის 11 кейსიდან რომელიღაცას აირჩევენ, უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადოთ სახელოსნო ბარს ამ ულამაზეს და უმშვენიერესი სივრცის გამოყოფისთვის და აგრეთვე ჩემს მაყურებელს ვეთქვი, რომ 8 თებერვალს სახელოსნო ბარში არის მეოთხე დასის ივენთი, ამიტომ გეპატიჟებით ყველას, გელოდებით 8 თებერვალს შეგიძლიათ ბილეთები ადგილზევე კომფორტულად შეიძინოთ. აბა გისმენთ მეგობრებო, რომელ ნომერს აირჩევთ თქვენი აზრით? კარგი, ლაშა, ჩაიფიქრე 1-დან 11-მდე რიცხვი. 7. დედას პიცა ვარ, მე მქონდა ჩაფიქრებული 7. ოღონდ მართლა. ახალი ხარ, მაგრამ ეს ფოკუსი მე არ მისწავლებია შენთვის. 7 ავირჩი. მე 7 ვფიქრობდი მართლა. უეჭველი, აბა. 7 უეჭველი. მე სანამ ნომერ 7 кейს მოვკიდებ ხელს და გადმოგცემთ, გეტყვით რომ ამ 11 кейსში 1 თეთრიდან 2000 ლარამდე ღირებულების თანხებია განთავსებული და 2 кейსში არის ჩვენი IT Works-ის, ჩვენი მეგობარი კომპანიის მიერ შემოთავაზებული საჩუქრები. ერთგან დევს 500 ლარიანი ვაუჩერი და რადგან IT Works-ი გახლავთ არაერთი წამყვანი ბრენდისა და მწარმოებლის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, მათ შორის Red Dragon-ისაც, მოთავსებული იქნება მეორე кейსში Red Dragon-ის მიკროფონი და headset-ი. ამ кейსებში ზუსტად რა თანხებია და როგორ არის განაწელებული, მე ზუსტად არ ვიცი, ეს არის ჩვენი იდუმალი ბანკირის მიერ განთავსებული. ეს არის თქვენი кейსი, რომელიც არ იხსნება თამაშის ბოლომდე. кейსები 75%-ში მინიმუმ არის 100 ლარზე მეტი საპრიზო. ამიტომ იმედია იმ 75%-ში მოხდება ჩვენი 7-იანი. თამაშის პროცესში ვხსნით 2 თანხის кейს, მერე გადავდივართ challenge box-ზე. მე გეტყვით რომ challenge box-ის შესრულება აუცილებელია თამაშის გასაგრძელებლად. ეხა ისე უნდა აირჩიოთ, სადაც ყველა და ნაკლები თანხა გგონიათ. მოგეხმაროთ თუ შენ აირჩევი ერთპიროვნულად. 10 ნომერი იყოს. 10 ნომერი გავხსნათ. კი, თუ შეიძლება. ძალიან ისე აიღო. პირველი кейსი, რომელიც გაიხსნება, არის кейს ნომერი 10. შევამოწმებ. кейს ნომერი 10-ში დევს 10 ლარი, მეგობრებო და მშვენიერი დასაწყისია. 10 ლარი გახსნილია. საინტერესოა მეორე кейს რას აირჩევთ? ესე თუ გააგრძელეთ, რა ვიცი. ოპა. აქ მე ჩემ დღიურში ჩავინიშნე რომ 10 გამოვაკლდა თამაშს. ახლა ჰიტას IQ-ს როა. მოდი ესე ვიმსჯელოთ. ამ кейსებში ალბათ ეს თანხები არის მექანიკურად ჩალაგებული. რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტი. ამიტომ ადამიანმა სპეციალურად რომელიმე ადამიანმა ვინც ეს ჩალაგა დიდი ალბათობით ჩვენ მას ვიცნობ. და შენი აზრით დიდ თანხას და პატარა თანხას ესე მონაცვლეობით ერთმანეთთან ჩალაგება? არა. პირი ძალიან არეულად იზავდა და შეუძლებელი იქნება ჩემს. მაგრამ მე არეულობაც რაღაცა სისტემის ნაწილია და ანუ 11 ლარზე შესაბამისად ან ძალიან დიდი უნდა იყოს, ან 10 ლარის იერგმყოფი უნდა იყოს ეგეც. და გვერდში მდგომები არა ვიღოთ? შეგვიძლია გავრისხოთ. შეგიძლიათ არ გავრისხოთ. მაგრამ და თუ გავრისხეთ და აღმოჩნდება ან ძალიან დიდი ან ძალიან პატარა, შეგვიძლია უკვე პატერნით ამოვიცნოთ რასაც დევს. 11. დარწმუნებული ხართ? დიახ.
მე შემიძლია 11 ავიღო. შეიძლება აქ დიდი რიცხვი ეწეროს, მაგრამ ეგეთ გვათხოვს, რომ ინფორმაციას გავიგებთ. ოკეი, გასაგებია. მე 11 ნომერი უკვე кейსი გავხსენი. დიახ. რა არის, თქვენი მსჯელობა ძალიან ლოგიკურია. დითახა, საუბრობთ. და მე მგონია რომ თქვენი IQ კარგად მუშაობს, იმიტომ რომ 2000 ლარი გახსენეთ. 2000 ლარი აბა რა! გაგვემაზა, მაგრამ ის პატერნი ამოვიცანეთ. პატერნი საუბრობთ 2000 ლარი შეეწირა უბრალოდ ამ პატერნს. 2000 ლარი დაგიჭირათ თქვენ. თუმცა 1500 ლარი, რომელიც არის თუ ისე ცოტა თანხა. არც თუ ისე ცოტა კი არა, ძალიან დიდი სხვაობა არ არის 1500 და 2000 შორის. ჯერ კიდევ თამაშია, 1000 ლარიც თამაშია, ამიტომ აი ეს რაღაცა ყურებს არ ჩამოვყრდით. ახლა ველოდებით ჩვენი იდუმალი ბანკირის პირველ შეთავაზებას. გამარჯობა, ბანკირო, გისმენთ? გამარჯობა, ლაშა. როგორი სტუმრები მოგიყვანთ? ძალიან მიყვარს ეს ორი ადამიანი ჯამში ერთად რომ 300 IQ აქვთ. დიახ, დიახ. მართლა რომ ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში პროსა რომელს რამდენი აქ ეგაა საკითხავი. თან მე მგონი ამ 300 ჯამში 300 IQ-ს დახმარებით თქვენი პატერნი ამოიცნეს. როგორც თვითონ ამბობენ. შეიძლება ეგონოთ, კაი არის ეგრეთ თუმცა 2000 ლარის სანაცვლოდ. მოდი 2000 ლარი გააქრეს, მიხარია, ცოტა ფული შერჩებათ და ეხლა მოდი შევთავაზოთ ჩვენს მეგობრებს 300 ლარი. გასაგებია, მადლობა შეთავაზებისთვის. დაგემშვიდობებით თქვენის ნებართვით. კარგად, კარგად. ჩვენმა ბანკირმა 300 ლარი შემოგთავაზათ, მას სურს რომ 300 ლარად იყიდოს თქვენი იღბლიანი 7 ნომერი кейსი. სამწუხაროდ ამ ქვეყანაში, როგორც პენსიონერები არ ფასდებიან, ისე არ დავფასდით ახლა ჩვენ ამ შემოთავაზებული თანხით, რადგან 300 ლარი და 350 ლარი ძალიან ახლოსაა და მოიხსენებათ პენსიონერებს 350 ლარი აქვთ პენსია. ჩვენ ამ 300 ლარზე რა თქმა უნდა უარს განვაცხადებთ ერთხმად ვიტყვით უარს, კი. და მოვუწოდებთ ყველას ვიზეც არის ეს ყველაფერი, უფრო მეტად აწიონ როგორც საპენსიო ფონდი, ასევე შემოთავაზებულ თანხა. მადლობა, პოლიტიკაში არ მივდივარ რომ მიცოდეთ. გასაგებია, პასუხი ადეკვატურია, მე არც ველოდებოდი რომ თქვენ პირველივე შეთავაზებულო ფარხმას დაყრით, ამიტომ მეგობრებო, challenge box-ი გავხსნათ. მე მგონი 2000 ლარი ვის ჯიბიდან ამომაცალა, იმა უნდა გახსნას ეს challenge box-იც, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური ტაჯვა მივიღოთ პირველივეზე. ბატონო ხიტა. მოდი იყოს 5. აქ რამე პატერნს ელოდებით? აქ არ ველოდებ. ნომერი 5. ამ ბოქსებში შესაძლოა ამოვიდეს მწვანე, ყვითელი ან წითელი challenge box-ები. ნუ მარტივი საშუალო და რთული დავალებები. თქვენი ნომერი 5 გახლავთ მწვანე ფერის და ეს მარტივი challenge-ი გახლავთ პირსავსე მგოსანი. როგორი? ნახე, ერთ შეკრა მარშმელოუს პირში გამოიტენის, მივცემთ ტექსტს, რომელიც უნდა წაიკითხოს, ხოლო მეორემ უნდა გამოიცნოს ეს ტექსტი. სულ 3 წინადადება იქნება, მეტი არაფერი. ერთით უნდა გავიცნო პირველი. მთლიანად ერთი გაზდევს, მთლიანად პირში უნდა გაისო. მიდი რა ბანო. წავიდა, ვიდი. კიდევ ერთი მაკოსინე? კიდევ ერთი მაკოსინე. კიდევ ერთი მაკოსინე? მარგარიტა დეიდა. პირველი წინადება გამოცხობილია, ყოჩა, აბა, მეორე წინადებაზე გადავიდეთ, ყოჩა ჰიტასაც. თქვენ გიდა ჩემი ფული? მე თქვენ დედას ეგარი. და მესამე. კაი. მოიცა, გავიგე. 7 ტყვია ეს რა. მურტალობა. 7 ვიღაცი რა იქნება, სულ. მიბძანით. სამივე გამოცნობილია რაბან
რესპექტი ძმაო. მე მგონია თქვენ იდეალურად შეასრულეთ ჩელენჯი და მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენს მიერ შესრულებული ჩელენჯის თვითონ შესრულების ხარისხი აუცილებლად აისახება ჩვენი იდუმალი ბანკირის მიერ შემოთავაზებულ ოფერებს, რომ იცოდეთ, აფასებს ჩვენი ბანკირი ამ ყველაფერს. ახლა გავაგრძელოთ და ორი кейსი უნდა გახსნათ. მე გისურვებთ რომ თქვენს მიერ ამოცნობილი პატერნი აღმოჩნდეს მართალი და რაც შეიძლება დაბალი თანხები გაიხსნას. ჩვენი პატერნი გვეუბნება იმას, რომ ცხრიანში მაღალი თანხა უნდა იყოს და 8-იანში დაბალი. მოდი 8-ზე რა ხან იცი შენი გამოთვლა ხო არის რომ 8-ში უფრო დაბალი თანხა უნდა იყოს. მოდი შენ დაგიტოვებ მაგ 8 ციფრს და მე აქედან ავიღებ რომელიმეს. ჩემ რისკებს მე ცალკე ვიზავ, შენი რისკები ითამაშე. თქვენ რა რიცხვებს ფიქრობთ? 3. 3-იანი. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა? საბოლოო გადაწყვეტილებაა. მიუხედავად რომ მხოლოდ მესამე ეპიზოდია, პირველად ხდება რომ ორ მოთამაშეს ორი განსხვავებული ტაქტიკა აქვს და ესეც ცდილობს ამას IQ თქვენ თქვენ აღნიშნეთ და რა თქმა უნდა ამას ვერ პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ კიდევაც ლინკი იქნება აღწერაში ვიტრაბანის და ჰიტას IQ-ების ჯამური მონაცემი. მე წარმატებებს გისურვებთ. ჰოპ. შეგეძლოთ უკეთესი кейსიც გაგეხსნათ. აქ ისეთი რაღაცა არის, რომელიც ნებისმიერი კრეატორისთვის და არა მარტო კრეატორისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან გამოსადეგი ნივთები აღმოჩნდება და ეს გახლავთ IT Works-ის როგორც ოფიციალური წარმოების Red Dragon-ის მიერ შემოთავაზებული მიკროფონი და headset-ი. არა, მე ვიტყოდი რომ საშუალო რისკის ის იყო რა, მაინც. კი. ჩვენიერი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ თქვენთვის ხარ რა თქმა უნდა პრიორიტეტი 1500 ლარია. გისმენთ მეორე кейს, რას გახსნით? ეს სპონსორის ბოქსები პატერნის რაობას არ თulis. ხო, ძა, ხო. თულია გამოიწვია. მოდი 8 იყოს. ნომერი 8. კომენტარებში თუ როგორ უსასრულობის და ბევრი ფულის სიმბოლო. და მოდი მეც არ ვნახავ ნომერ 8-ში დევს. აბა, ერთი თეთრი მეგობრებო. ერთი თეთრი გახსნეს, გილოცავთ. რაღაცა ცოტა ეჭვი მაქვს რომ პატერნი ამოცნობილია. არა, ჩეთეროთ უბრალოდ. მეტი არაფერი. აბა რა. კარგი გაგრძელება იყო ნამდვილად, უკეთეს შემოთავაზებას ველოდები, ალბათ ვნახოთ იდუმალი ბანკირი. შეშიდეს წესი დარიგით ბანკირი, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, მე მგონი მინიმუმ 500 ლარი მაინც უნდა შემოგთავაზოთ. გისმენთ, ბატონო ბანკირო? მე მომწონს როგორც თამაშობენ ბიჭები, მაგრამ არ მომეწოდა, აი ხა ბოლოს რაც გააკეთეს, ვითომ ერთი თეთრი გაგიხსნეს. ხო, ვითომ გატეხეს რაღაც. ამიტომ მოდი ჯერ შევასრულებინოთ დავალება და მე დავუბრუნდები ან გულუხვი შეთავაზებით ან არა. ანუ ჯერ challenge box-ი გახსნან ამას. დიახ. გასაგებია. მადლობა. რო გავაპროტესტოთ არ შეიძლება? რო რა? ბატონი იდუმალი ბანკირის ოფერს ვერავინ ვერ გააპროტესტებს. დედამიწაზე, ამიტომ თქვენ გიწევთ ახლა challenge box-ის გახსნა. ჩემი აზრით პირველ ნომერში იქნება ყველაზე რთული დავალება. რაღაცა იგივე შეგრძნება მაქვს რა. ლაშა. შენ რო კაცმა გიხმარ, ვახ. მე სხვათა შორის ბატონ ბანკირთან ძალიან დაახლოებული პიროვნება გახლავთ, ანუ გავლენები მაქვს. კაი, რენდომაიზერს ჩავთავ, შეიძლება? არა, ხო, ბასტოს რენდომაიზერი, ასეთი ახალი გამოგონებაა, მეგობრებო და ახლა დემონსტრირებას მოვახდენ ამ რენდომაიზერის. სტოპ. რომელია? 6 ნომერია. 6 ნომერი. რენდომად ამოვიდა. მე ვხსნი 6 ნომერ challenge-ს, ნახოთ და ეს გახლავთ. ბასტო დაგაფსი თავზე. წითელი ფერის. რომელიც არის სუპერმენის challenge. არ ვიცი რა. უნდა ახვიდე და ჩამოვარდე ალბათ. ეს არის სუპერმენის სპეციალურად ამერიკიდან ჩამოტანილი მოპოვებული ტრუსები, რომელიც უბრალოდ უნდა ამოიცვათ და გააგრძელოთ თამაში. არა, გაორმაგეთ და სხვას მიეცით თუ შეიძლება. მადლობა ძალიან დიდი. გაორმაგეთ, არ გამოვა ეგა? არა, ხო, ვერაფერი მოვატყუე ამათ იმაჩი. დროაც მო. შეგიძლიათ ადგილზე იყოს, არ არის პრობლემა. მე არც მეტყობა უკვე, შო. უბრალოდ ერთ ადგილზე მიჭერს, ერთადერთი დისკომფორტი აქვს. ხო არ დავასრულებთ თამაშს, ამოიცვი ახლა შეკაცო. რამდენი შემოგთავაზეს ბოლოს? არ შემოვთავაზებიათ, ეგრევე challenge დაგოხვედრა და შეუძლია რაბანას ამოიცვას მეორე ტრუსიკით. მაგრამ ჰიტა გაწირავს ამას, ანუ რაბანამ შეასრულა პირველი challenge-იც. პირ რაღაც საათეთი გაწვია. ძალიან თუ მოგიჭირა, მე ჩავიცვე.
თუ ვერ არის უნდქებ? სხვათა შორის მინდა ერთი სტატისტიკა. ახლა სტატისტიკებზეა საუბარი. ცხოვრებაში 3 ტრუსი ერთად არ წმია არასოდეს. გასაგებია, ჩელენჯი შესრულებულია. მეტი არ მინდა. ამდვილი მეგობარი ხარ. ეხ გისმეთ? ლაშა, დიახ. ჰიტას აქციელის გამო მინდა დავსაჯო ახლა გუნდი. გაუნახევრე წინა შეთავაზება. თუ შეიძლება. გასაგებია, მიღებულია გადაცემა. გუნდურად თამაში თუ არის, მოდი ყველაფერს რაბანან უაკეთებს რა. მესმის გადაცემა აუცილებლად. წინა შეთავაზება 300 ლარი განახევრებულია და მხოლოდ 150 ლარს გთავაზობ. თუ შეიძლება რაბან დაგვენახეთ? ერთ რამეს ვიტყვი, ხო შეიძლება რა? არა, მე დაგენახებით პრობლემა არ მაქვს. ვიქტორია სეკრეტა. მაგრამ ანუ რაშია საქმე იცი? ჩვენ ხო აქედანვე მეგობრებო ვინც არიცით, შევთანხმდით ესეთ რაღაცაზე, რომ მე და ჰიტა სხვადასხვა ლოგიკებს კი გასაგებია. ასევე არის ჩელენჯებიც. ვისაც რა უნდა საკუთარ თავზე ისა იყოს. ეს თქვენი გადაწყვეტილება. ეს კაც სერიოზული კაცია. მე კაი გავიგე, გამოვიცავ და აუ გაროჩე რა იმენა. მეგონი უსამართლობა არა უბრალოდ მეტი არაფერი. აი მომეწონა რაბანას ესეთი გამოსვლა და მოდი ისევ 300 იყოს. თავდადებისთვის გასაგებია, მადლობა. რაბანას ასეთი თავდადებისთვის მადლობა ძალიან. 300 ლარი ისევ დარჩება. მადლობა უთხრა მართლა. პირველი შეთავაზება. დაკუჭოს და ბოდიში არა დაკუჭოს და უბრალოდ გადადოს გვერდით. მე ცუდი ვაუ. ცუდი არაფერი მიგულისხმია. დიახ, გისმეთ? ისევ გაუნახევრე. 150 ლარია შეთავაზება. გავხსნით მოკლედ, არ გვინდა ბანკერის შემოთავაზება. არც 150 ლარი და არც 300 ლარი დამაკმაყოფილებელი ჩვენი რაბანოსთვის და ჰიტასთვის და თამაშს ვაგრძელებთ, ამიტომ ორი кейსი გვაქვს გასახსნელი. შენი გახსნა თუ ჩემი? ჩემი. შენ, მე შენი იყო. 6. ნომერი 6. ეს თქვენ სტრატეგიაში ჯდება? კი, სტრატეგიის მიხედვით მივდივარ ჯერჯერობით. რა სახით გახსნა? და ეს გახლავთ IT Works-ის 500 ლარიანი ვაუჩერი, მეგობრებო, რომელიც ძალიან პროდუქტიულად შეგეძლოთ, რომ გამოგეყენებინათ. თუმცა ჩვენი IT Works-ის მეორე кейსიც გაიხსნა და აქვე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ თუ ვინმეს გაქვთ გადაწყვეტილი კომპიუტერის აწყობა და შეძენა, გეტყვით, რომ IT Works-ი იყენებს საქართველოში საუკეთესო კონფიგურატორს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს მიერ შერჩეული თავსებადი ნაწილებით იდეალური კომპიუტერი აწყოთ. საუკეთესო კომპიუტერის აწყობა IT Works-ში გელოდებათ. გადავედით, მეგობრებო, მეორე кейსის გახსნაზე. რა ბანახსნეს? გეტყვი ჩემს ინფოსაც ვიცი ახლა. აბა, ცხრიანში უნდა იყოს უფრო ტოპ თანხა. მეც ეგრე ვფიქრობ. მარცხენა ფლანგზე ჩვენ გახსნილი გვაქვს 3-იანი და 6-იანი და 3-იანი და 6-იანი ორივე სპონსორის ბოქსი იყო. ამიტომ იქით ხარ ეს ინფო არ გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ 2-სა და 4 შორის უნდა გავაკეთო არჩევანი. წეგან მე 11 რო ავირჩიე, იქ იყო 10 ლარი. იმის ალბათობა რომ ერთშიც დაბალი თანხა არის, ცოტა არ ვიცი. ანუ ერთშიც და ორშიც ორივეში დაბალი შანსი არ არის რომ იყოს. და ჭადრაკიც ხო არ მოგიტანოთ, მეგობრებო, მაინც თუ გინდათ ერთი ხელი მოცხეთ უცბად. მე ვფიქრობ ორი უფრო შეიძლება. მეც ორში ვფიქრობ, რომ ორში ავწევ ხელს. 200-ს გააგდებთ. კი. სანამ кейს ხელს მოვკიდებთ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რომ შეცვალოთ გადაწყვეტილება. არა ტყუილად ახდენ გავლენას. მოვკიდე ხელი. მაგრამ იმედია ეს პრინციპები ცუდად არ დავით. კარგი, ნახვამდის მე რა ვიცი, შემიძლია რომ შეგაცვლევინოთ кейსი. არა, იყოს საწე. არა, მოიცეთ. არა, მართლა წესების მიხედვით უბრალოდ აშენებთ. პატარა თირო მაკოცნილობთ? ლოყაზე. კოცნა რო შველიდეს აი ამ თანხას რაც აქ წერია, აუცილებლად რა თქმა უნდა უარს არ გეტყოდე, იმიტომ რომ თქვენ გახსნით 50 ლარი. ბიჭო, აბა რა. და გილოცავთ, ეს არ ვიცი, ნამდვილად ამოწნობელი არის თუ არა პატერნი, მაგრამ იდეალურად მიდიხართ ჯერჯერობით. მაგრები ვართ. ძალიან მაგრები ვართ. ანუ ფაქტობრივად არ შევცვალოთ ერთხელაც კი. გისმეთ ბატონო ბანკირო? ბატონო ლაშა არ მომწონს რა ქულებსაც არც მე არ მომწონს ბატონო ბანკირო, მაგრამ აშკარად ძალიან ჭკვიან ხალხთან გვაქვს შეხება, რატომ მოიწვიეთ ეს? ჩემი ბრალი არ არის, ოზის ბრალია ეგ ყველაფერი. მოკლედ, გინდა არ გინდა, გვიწევს რომ აუწიოთ წინა შეთავაზებიდან თანხას და ამიტომ მოდი 500 ლარი იყოს. გასაგებია. ისევ გქონდეთ შანსი 500 ლარით წასვლის მაინც. მესმის, მადლობა შემოთავაზებისთვის, გადავცემ აუცილებლად. ბანკის შემოთავაზება არის 500 ლარი, საიდანაც ჩემი ჯიბიდან გადის 100 ლარი დამამატებინა. ანუ რეალურად 400 უნდა შემოვეთავაზებინათ, მაგრამ ჩემი არასწორი კომენტარის გამო 100 ლარი ჩემი ჯიბიდან დაამატა. 500 ლარი არის მაგ кейსის სანაცვლოდ ბანკირი თავაზობ. მოდი განვიხილოთ. განიხილე ხო? მე ვარ ამ ადამიანს. ჩვენ დავქვა 4 кейსი რა ვანახე, რადგან გაუხსნელი არის 1000 და 1500 ლარი. ახლა ჩემი აზრით
კარგი შემოთავაზება, ნამდვილად კარგი შემოთავაზება იქნებოდა, რომ მინიმუმ 500 ლარი კი არ შემოეთავაზებინათ, უნდა შემოეთავაზებინათ მინიმუმ 700 ლარი და პლუს ლაშას მაგევას ლამაზ გოგოს გაიხსნა ის кейსები. 500 ლარის მაგივად, ჩემი აზრით, ეს ორი მოთხოვნა იქნებოდა სრულიად სამართლიანი, ამიტომ არ ვსვამობთ. ლამაზ გოგოზე და ლაშაზე ვერ დაგეთანხმებით, თუმცა 500 ლარზე გასაგებია თქვენი თუმცა წითელტროსიან ბიჭზე რა სიტყვის? ახლა დრო არის რომ challenge box-ი გახსნათ. აი, რენდომაიზერი შემიძლია ისევ გამოვიდე. შენ გახსენი 6. კი. შენ გახსენი 5. 6. 7 იყოს. 7? კი. გვერდი თუ არის ორივე. არა, აქ შეიძლება იყოს mid range. ნომერ 7-ში გახლავთ. ხარდი. სიძახი ბიჭო. ორივე ესე მიაყოლა დამლაგებელს ყოჩახ. ჯიგრული ბარტერი. რომელიმე თქვენგანი ახლა ურეკავს ჩვენი ძმა და მეგობარი Soso Around Words და სთავაზობს ბარტერს ტოკიოში ან ბალიზე 10 დღიანი ტურის სანაცვლოდ vlogs. შეგიძლიათ ისიც დააყოლოთ, რომ თხლად უფულოდ არ გინდათ გარკვეულ ნაწილს 1000 ლარს დაფარავთ. უნდა ეცადოთ მაქსიმალურად რომ დაარწმუნოთ, იმიტომ რომ თქვენს vlogებს უნდა უთხრათ, რომ ძალიან ბევრი ნახვა აქვს და გაგიპიარებთ თქვენს ახალ შექმნილ კომპანიასო. გადაწყვეტეთ რომელი დაურეკავს. რა კიდე რა ნამოსით მიყურებს უყურე? კიდე რა როგორი ისე მიდი იზავ მიდი ბარე. კარგი რა ვქნა წავა. რა უნდა ქნა და უნდა დარეკო რა უნდა დახე რა გეუნები რა უსიდისვა. კიდე მე მეკავს როგორც ხდები სოს ნომერი გექნება ალბათ. ჰიტა რადგან რეკავს ჰიტასთან ძალიან ახლოს არის ანიმეები, ამიტომ რეკავს ტოკიოზე. ანიმე ფესტივალი იმართება ტოკიოში 18 თებერვალს ან 20 თებერვალს რაღაცა რომელიღაც თებერვალს მოდი იყოს 20 თებერვალი და აპირებ ვლოგის გადაღებას. რო გადავხდე. ალო. სოსო გამარჯობა. ერთი წუთით წალია? კი. თუ დროს ხარ გირეკავ? არა. იცი რა მინდოდა მეთქვა? ანიმე ფესტივალზე მინდა ტოკიოში რო წავიდე. ხო და ვლოგის სანაცვლოდ მინდა ბარტერი. ოღონდ 1000 ლარი მაქვს მარტო. და თუ არის შესაძლებელი. მაგარი ანიმე ფესტივალია. დეტალები რა ქვია, მომწერე თუ გინდა ხო. PS ნომერს მოგცემ და რაც თავარია იმედი არის და რაღაც შანსიო გამოვიდეს და მე დანარჩენ დეტალებზე დავილაპარაკოთ. კიდე. ოკეი. ხო ისო შემოგეს ბევრი ნახვები აქვს. კი. ბიჭო ისა ლაშა გელაშვილთან ვარ გადაცემაში და ესე ჩელენჯი მომივიდა და სერიოზულად არ მიიღო. მადლობა რომ ესეთი ჰუმანური და კეთილი პასუხი გამეცე. რეალობა ეგეთია. მოკითხვა გადაცემიდან აბა შენიც. გაიხარე. შესრულებულია ნამდვილად. და ეხლა უნდა გავხსნათ მეგობრებო ისევ ორი кейსი. ეხლა მე ვირჩევ ხო? მაშინ ავირჩევ 4-ს. 4-ს? ხო. ეს რამე თქვენი პატერნის არა, ხვდები რა დარწმუნებული იძახის? ანუ უკვე ამოვიცანი თქვენი ალგორითმი. Easy, GG. ძალიან იზია, GG-ია, is lemon squeeze ეგ არის. აქ თუ მართლა დაბალი რიცხვია, რა ვიცი. მაშინ თამაში მოგებული გაქვთ რა ეგრე გამოდის რა. არ შეხედო ისე გამოატრიალე. გინდა? ჯობია, მე კი არა. თქვენ არ შეხედოთ, იმიტომ რომ აქ არის 1000 ლარი მეგობრებო. ძალიან კარგი, იმიტომ რომ 1500 არ არის ეგ. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა 7 ნომერში იდოს 1500 ლარი. მაგრამ ახლა რაბანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მომენტი გაქვს, იმიტომ რომ ეხლა არ უნდა გახსნა 1500 ლარი. ეხლა თუ გახსენით 1500 ლარი, ჩვენი შემდეგი შემოთავაზება იქნება 2 ლარი. მოდი ესე შევთანხმდეთ მე და შენ რა, რომ ცხრიანს არ ვეხებით. იყოს ეგრე თავისთვის იქ. თქვენ აზრს გიშევთ ბატონო წამყვანო. მე რო თქვენს ადგილას ვიყო, გავხსნიდი 9-იანს, 5-იანს ან 1-იანს. აი ესეთი გულუხია წამყვანი. ამ სამიდან აუცილებლად რომელიღაც. დანარჩენს არ შევეხებოდი. 9-იანი. ჰიტა იღებ მაგ პასუხის ვიღებ, მიდი. ჩემზე იყოს. აი, იყოს 9-იანი. თქვენი სტრატეგიის საწინააღმდეგოდ მიდიხართ? ჩვენი სტრატეგიის საწინააღმდეგოდ მივდივართ, თუმცა ეგეც სტრატეგიის ნაწილია. кейს ნომერი 9. დასულდა?
არა ეს fake ემოციები. მე მაგ ერთი კითხვა მაქვს. თქვენ შემდეგ შემოთავაზებას ფიქრობთ დაახლოებით 2 ლარს, ხო? 2 ლარს მე დაგიმატებთ მეგობრებო, ზემოდან შემოთავაზებაზე. იმიტომ რომ თქვენ გახსენით 1 ლარი და გილოცავთ 1 ლარი მოხსნილია. რაც იმას ნიშნავს, რომ 1500 ლარი თამაშია და აი ამ 3 кейსიდან რომელიღაცაში არის მოთავსებული. ველოდები ბანკირის შემოთავაზებას. ლაშა ძალიან უნდათ ეს кейსი და გახსნეს. ჰიტას გამოთვლით რამდენი იქნება კარგი შემოთავაზება მაინტერესებს. რო დაუსვათ კითხვა. ბატონო ჰიტა, აქედან ბანკირი გეკითხებათ, აინტერესებს დაიმთხევა თუ არა მის ოფერს. თქვენი აზრით რა თანხას შესთავაზებ? ხო, რადგან მინიმალური არის 100 ლარი, მაქსიმალური არის 1500 ლარი და ერთი არის X-ი. 850 ლარზე მეტი იქნებოდა ძალიან სუხე შემოთავაზება. რა თქმა უნდა, კარგ რაღაცებს არ ლაპარაკობს. მოდი თქვენ გადაწყვეტეთ თუ არა, არა, კარგად კი აზროვნებს, მაგრამ უბრალოდ 3/5 არის დარჩენილი, მაინც როგორც არ უნდა იყოს, არა 2, ამიტომ მოდი შეთავაზება გავუკეთოთ 400 ლარი. ეს ძუნწი ბანკირი ვინ არის? მადლობა, გადავცემ აუცილებლად. და ყველაფერი გავიგონე. ჩემი აზრით, რაბან 400 ლარი თუ შემოგთავაზა ბანკირმა, მხოლოდ 2 ვარიანტი არსებობს. ერთი, რომ ბანკირი ძუნწია, მეორე, რომ ბანკირს უნდა რომ თამაში გავაგრძელოთ, რომ კონტენტი უფრო ხარისხიანი და სახალისო და გრძელი გამოვიდეს. იმიტომ რომ თუ უნდა რომ თანხა ავიღოთ, თანხა ალბათ ჩელენჯის გახსნაც მოგვიწევს. ამიტომ 400 ლარზე რომ დავთანხმდეთ და აი ყველაფერი გავაკეთოთ, ალბათ ეს ყველაფერი მაგის ნაწილია. თორე ეხლა ჩვენ მინიმუმ 850 ლარს ვიმსახურებდით. ყველა ვარიანტში. კარგი, ეხლა დავშვებით. ჩვენ უარს ამბობთ 400 უარს ამბობთ. უარი მიღებულია challenge box-ი უნდა გახსნათ. კაი, თულს ვეღარ ამოიჩევ და იყო საწი 3. თქვენ ბატონო რაბან ერთი მწვანე გახსენით და 2 წითელი. შესაბამისად, აქ შესაძლოა იყოს წითელი მწვანე ან თუმცა ყვითელი არ გაგიხსნით. ყვითელი არ გახსნილა და შესაძლებელია. და თქვენ გახსენით ყვითელი ფერის challenge. მოსალოდნელი იყო. პრეტენზიული კლიენტი. ჩემი უნდა დარეკო სადღაც უეჭველი. და ამ challenge-ში მოგიწევთ დარეკოთ ნომერსაც მოგაწვით რომელიმე კვების ობიექტში, კერძოდ საშაურმეში და ეუბნებით, რომ მათი პროდუქტი არ მოგწონთ, რადგან ჭამის შემდგომ პირდაპირ გიწევთ კუჩში გასვლა და დაახლოებით 2 საათში ისევ გშივდებათ. ეს სუიციდვის კონტენტია. არ ვიცი, არა. რო ციფრებში ვავსახოთ ყველაფერი 2 ჩელენჯი გავაკეთე, ამ ადამიანმა 1 ჩელენჯი გააკეთა. ანუ ჩემი აზრით ეს არის ისეთი მომენტი, რომელსაც ანუ ეხა ისე კი არ ვამბობ, რომ მე თავიდან ავირიდო მაგ მოტივით უბრალოდ. შენი ეგ მომენტი ამოიჭრება TikTok-ზე და გავაირალდება, ეს შენ ისე მხატვრულად შეიძლება გააკეთო. არ შემიძლია არანაირად. დაბა. არ გინდა. როგორც კაცურად დაიწყე. ეს გადაცემა ისე კაცურად დავამთავროთ. რა კაცურად, რა მათში. რა კაცურად. ხო ჯეირანი ვითამაშო. ყველაფერი მიკეთე, აჰა. და იღბალმა გადაწყვიტოს. მოდი. ერთამდე იყოს. ჯეირანი მეთქვა, კარგი. მოდი. ერთამდე. გათვალა რაღაცები იფიქრა. ჯეირანი. ჯეირანი. ოპა, ჰიტას მოუწევს და ვეღარ გავთვალე რომ პირველზე ერთთან ის ვიზამდით. რა რთული დღე აქვს წარმოიდგინე ვიღაცა შეიძლება სამუშაოის და ეხლა ვიღაცა უნდა დაურეკოს და მე მგონია რომ გახალისდება ჩემი აზრით. მე 2 თვე აღარ წავა არავისთან სტუმრად. გამარჯობათ, მე ვარ პრეტენზიული მომხმარებელი. თქვენს შაურმას როცა ვყიდულობ ხოლმე 2 საათში მიწევს საპირპარაშოში გავიდე და შემდეგ ისევ მშვიდება და ეს უკვე სისტემატურად ხდება. და იქნებ რამე შეცვალოთ ან გამოვასწოროთ როცა მომავალოთ. ამ გამოსავალი მჭირდება რომ მომავალში იმედიანად ვიყო. გამოსავალი მჭირდება. წამალის ხელი მაინც მითხრა. ეს მიჩემ. კი მესმის. ხერკულში გასულ მიწევს სულ. ოდიში, მაგრამ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. რა არის ბატონო მნიშვნელოვანი? იდეა და ჭავე. კარგი, მადლობა.
კარგია რომ გაეცინა და სერიოზულად არ მიიღო. გავხიარულეთ აშკარად ადამიანს. კარგია. გაუხალისეთ. ჩელენჯი ჩაბარებულია. ჰიტაც მე მგონი მშვენივრად ასრულებს ჩელენჯს. მე ვფიქრობ, არ გეწყინოს მაგრამ. ფრენკებში უნდა გადავიდეს რა. უფრო უკეთესად ასრულებს ჰიტა რა. აბსოლუტურად გეთანხმებით. იმიტომ მივედავუთმე მე იცი. იმეს. ვაგრძელებთ თამაშს. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ერთი кейსის გახსნა გიწევთ. ხუთიანი გავხსნათ. მე ვირჩევ და იყოს ხუთიანი. წეგან ჩემი არჩევა იყო, უბრალოდ დამეხმარა და გადამაწყვეტნა, ეხლა თვითონ წყვეტს. ხუთი ნომერი, მეგობრებო, დარჩენილი არის X თანხა, რომელიც არ ვიცით რამდენი არის. შეიძლება იყოს 2 თეთრი, შეიძლება იყოს 1999 ლარი. 100 და 500 ლარი. ნებისმიერი რიცხვი ყოფილიყო აი ამის გარდა მეგობრებო. 69 ლარი გაიხსნა, ხო არ გადავდა 1500 ლარი ჯერ კიდევ თამაშია, არ ვიცი ეს ერთ ნომერშია თუ 7 ნომერში, მაგრამ 1500 ლარი მეგობრებო თამაში გაქვთ. საბოლოო შეთავაზებას ველოდებით ჩვენი იდუმალი ბანკირისგან. გისმენთ ბატონო ბანკირო, თქვენს საბოლოო კულმინაციურ ოფერს ველოდები. წევან ისეთმა ფრაზამ გაიჟღერა, რომ ქვედა ყუთების გახსნა აღარ სურთ ხო ბიჭებს. მოდი შეთავაზება გავუკეთოთ 700 ლარის. 700 ლარი. კი ბატონო. გასაგებია, მადლობა. 700 ლარი არის ის თანხა მეგობრებო, რომელსაც ჩვენი იდუმალი ბანკირი დათმობს თქვენი 7 ნომრის кейსის სანაცვლოდ. კარგი, გადაეცით რომ დაახვიოს ეგ თანხაც. თქვენ ესე იგი სრული პატივისცემით მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას. ჩვენ თუ ვართ პრინციპული ხალხი და ჩვენ თუ ვანდიჭებთ ჩვენ სიტყვას მნიშვნელობას და ჩვენს არჩევანს, ჩემი აზრით სურო 10 ლარი ამოვიდეს აკი არ და 100 ლარი, მე ვფიქრობ მაგას 100 ლარითაც კმაყოფილები უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ ალბათ ეგ იყო ჩანაფიქრში 100 ლარი უნდა მოგვიგო. ნახე, ორი არჩევანი გვაქვს. ან 100 ლარს მოვიგებთ, ან 100 ლარს მოვიგებთ, ან 1500. მე მაინც 1500 ლარი მგონია რომ გვიდევს აქ. მეც სადღაც 70% ეგრე ვფიქრობ, მაგრამ 100 ლარითაც რომ მოვიგოთ, 100 ლარი ნიშნავს პლუს 100 ლარს. ხო, ანუ წაგებული ვერ მივიდივართ, ვერანაირად. 0+100 უკვე კარგია. მე ვფიქრობ ბანკირი გამიზნულად არ შემოგთავაზებდა დიდ თანხას, იმიტომ რომ ეს ავტომატურად დასტური იქნებოდა, რომ აქ ჩვენ 1500 ლარი გვაქვს. ამიტომ ჩვენთვის თავგზარო აერია, ჩემი აზრით, იმის ნახევარი შემოგთავაზა დაახლოებით, რომ არ გვეფიქრე, რომ ჩვენთან აქ მაღალი თანხა დევს. თქვენ თუ 1500 ლარს მოიგებთ, მე არ ვიცი რომელი დევს. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე აიკონ ეპიზოდი, იმიტომ რომ თქვენ თავიდანვე რაღაცა კონკრეტული ლოგიკით დამშელობით უმაღლესი თუ არა, ერთ-ერთი უმაღლესი თანხა აიღეთ და შეინარჩუნეთ. აქ 100 ლარიც იყოს, ჩვენ ორივე ბედნიერები ვართ. всё. და მე ბოლომდე წავიდეთ ჩვენ გადაწყვეტილებით. კი ბატონო. ვიტოვებთ 7 ნომერს. იღბლიან 7 ნომერს დაიტოვებთ. უარს ამბობთ ბანკირის 700 ლარის შეთავაზება და თქვენ დაიტოვებთ. უფრო მეტიც დააგორგოლავოს და გადადოს. კი ბატონო, ან გაორმაგოს და ისე მომცეს. გადაწყვეტილება მიღებულია, მეგობრებო. ჩვენმა სტუმრებმა საკუთარ თავდაპირველ გადაწყვეტილებას პატივისცეს, უარი უთხრეს საბოლოო შეთავაზებას. თუ შევა ბიტრაბან, აიღეთ ნომერი 7, ჩემს გვერდით რომ დადგეთ. და ჩვენ ერთდროულად გავხსნით ახლა ორივე кейსს. ბიტრაბან. ჰიტა შენს რეაქციაზე მე არ შევხედავ. ჰიტას მგონია რომ ერთნაირი რეაქცია ექნება 100-ს და 700-ს. აი რა. 1500 ლარზე უფრო მეტად მოხდი მაჩვენე რომ მიხვდე. ოკეი? აი როგორ მოხსნა ჩვენ. დაუნ რაღაცა ისე მას გავაკეთებ. ესე გავაკეთებ. კარგი, ალბათ დაითვალო და ერთად 1 2 კაი დროს და 3 1500 მაგრამ ბედნიერი ვარ 100 ლარითაც. 1500 ლარი იდო ნომერ 1-ში და 7 ნომერი 100 ლარი მოიგეთ. მეგობრებო, ბრაბან, თუ შეიძლება. მე ვფიქრობ ბანკირი ცოტა უჭყუო ყავთ. ამათი 700 ლარი შემოგთავაზა, სხვათა შორის არ იყო. ცუდი შეთავაზება, იმიტომ რომ ბანკირმა იცის რომელ кейსში რა დევს და 700 ლარის შეთავაზება 100 ლარის სანაცვლოდ მგონია რომ საკმაოდ თამამი თითქმის ნახევარი. რაც შეიძლება რაც ისა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი პატერნი მართალი იყო.
საიზღარ გადაცემა, რატო? თქვენს კიდევაც რამით პატერნს გავიგებთო, ეს იყო მაქსიმალურად ჭეშმარიტებას და მიახლოებით. მართლა რაღაცა ლოგიკა დაიჭირეს და აშკარად ძალიან კარგად ითამაშეს და ბოლოს დარჩათ 1500 ლარი, ამიტომ რავი. ნამდვილად დასაფასებელია. ასეთ თამაში მე ჯერ არ მინახავს. ძალიან დიდი მადლობა ამ აიკონიკ დუოს ესეთი მაგარი თამაშისთვის, პატერნის თუ ლოგიკის დაჭერისთვის. მადლობა თქვენ ყურებისთვის, აუცილებლად გლიჯეთ ლაიქს, გამოიწეთ არხი და შემდეგ შეხვედრამდე ახონდეს.